Patriarchi პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა. ახალგაზრდა მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსთავარი. იმჟამად გაგონილი მქონდა, რომ ზვიადი და მისი მომხრეები ყველანაირად უჭერდნენ მხარს ცხუმ აფხაზეთის ახალგაზრდა მიტროპოლიტს ილია შიოლაშვილს და წინააღმდეგნი იყვნენ მისი კონკურენტის პატრიარქობისა. როდესაც მამაჩემი დაბრუნდა გადასახლებიდან 1914 წელს, მამასთან ერთად ვესწრებოდი ყველა წირვას. იმჟამად ჩართულები ვიყავით ეკლესიის საიდუმლოებებში, ზეც ვიცხებდით პატრიარქის ხელიდან. სიონის საკათედრო ტაძარი იმავდროულად გახდა ერთგვარი იატაკქვეშა კოხტასათვის შეთქმულების ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ პატრიოტები და დისიდენტი ინტელექტუალები. ისინი, ვისაც არ ეშინოდათ ციხის და გადასახლების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. ეს არის ფრაგმენტი კონსტანტინე გამსახურდიას Facebook სტატუსიდან ამონარიდი. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ახლა ჩვენთან ერთადაა. ბატონო კონსტანტინე, მოგბრძანდით. მოგესალმებით. მადლობა მოგბრძანებისთვის. ძალიან მძიმე დღე არის თითოეული ქართველისთვის. უწმინდესის ღვაწლი არის განუზომელი, ჩვენ საუბრობდით ამის შესახებ, როგორც სასულიერო მიმართულებით, ისე საერო საქმეებში პატრიარქი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა, შეგვიძლია ასეთ ვთქვათ. და საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორი იყო მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, მისი როლი მართლაც ძალიან დიდია, ეს ისტორიული ფიგურაა, რომლის მოღვაწეობაც ერთგვარი გრანდიოზული პანოსავით არის, რომელიც 2 საუკუნეში არის განაწილებული თითქმის თანაბრად, მე-20-შიც და 21-შიც. რა თქმა უნდა, ამ 2 საუკუნეში განსხვავებული ასე ვთქვათ, მიზანდასახულობა აქვს ამ ყველაფერს. მე-20 საუკუნეში ეს არის დაწყება უფრო რაღაცნაირად ძალიან ელემენტარული საკითხების მოგვარება. მე ხა მახსენდება მაგალითად აი ეს პირველი წლები როგორი იყო. პრაქტიკულად საქართველოში იყო დარჩენილი 50-მდე ეკლესია და ალბათ 70 სასულიერო პირი. ხა ეს რაც რუსეთმა გააკეთა მე-19 საუკუნეში, როდესაც პრაქტიკულად გაანულა ქართული მართლმადიდებლური 60 კილო ეკლესია რა, რამდენი საუკუნოვანი ტრადიციის მქონე და იქ საეგზარხოსოთ აქცია, რომელსაც უკვე ხალხთან აღარ ქონდა თითქმის, ხო, შეხება ხა. მე არ გულისხმობ ცალკეულ წმინდანებს. მე-20 როგორც აი თქვა გაბრიელ ეპისკოპოსი ან თქვა ალექსანდრე ოქროპირიძე რა, აი მე-20 საუკუნეშიც იგივე გააკეთა. მე გულისხმობ 20-იანი, 30-იანი, 40-იანი 50-იანი და 60-იანი და 70-იანი წლების შუახანებამდე პრაქტიკულად ეკლესიას გამოაცალა ყველანაირი საყრდენი. ეს იგივე ზუსტად იგივე არის ეს, იმიტომ რომ ეკლესია ეს იყო საქართველოს ისტორიის ყველაზე მეტყველი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოწმე. პრაქტიკულად ის ამით ნადგურდებოდა ეროვნული იდენტობა. და ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა ეს ძალიან საინტერესოა. ის არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის, არამედ ეს იყო მოძრაობა ეროვნული სულის, ეროვნული სახის და ზნეობრივი სახის, ერის ზნეობრივი სახის აღდგენისთვის იყო ეს. ეკლესიის ზურგის გარეშე წარმოუდგენელი. ეს ამაში ეკლესია და ეროვნული მოძრაობა სულიად თანხმობაში იყვნენ. აი აქედან მოხდა ეს სტიქაროსნები იყვნენ ფაქტობრივად, ხო? ავანგარდში ეროვნული მოძრაობის პატრიარქის სტიქაროსნები, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. აი ამ კონტექსტში იცით რა მინდა გავახსენო. ნუ ჩვენ არ გვეცვა სტიქარი, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენც ასე ვიყავით, ჩართულები ვიყავით სრულიად. სიონი იყო ერთგვარი თავშეყრის ადგილი და რასაკვირველია და ახლა მე მახსოვს, როდესაც აი გასვლებს, როდესაც ვაკეთებდით არა, მაშინდელი თანამედროვე მინივენები მაშინ არ იყო, როგორც იყო ეს სატრანსპორტო საშუალებებით, ეპისკოპოსი ქრისტეფორე, რომელიც ასევე ძალიან აქტიური იყო, მივდიოდით და გაიხსნებოდა ეს ეკლესია. რა თქმა უნდა, ამოვიდოდა ყველა, მილიცია ამოვიდოდა, რაიკომი, ყველანი ამოდიოდნენ, რომ რას ქვია, გახსენით თქვენ ეკლესია. თუ გახსნა, რას ნიშნავდა იქ, დაანთებდნენ სანთლებს, წაიკითხავდნენ ფსალმუნებს, იგალობებდნენ არა და რაღაც წირვის მაგვარი ჩატარდებოდა. როგორ გაბედეთ გახსნა და მაშინ მე მახსოვს ეპისკოპოს ქრისტეფორე როგორ ეტყოდა, თქვენ იცით ვინ დგას ამის უკან. ეხლა ცხადია, ამის უკან დგას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და დააყოლებდა
ეკლესიათ ამ სოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. აი ეს სიტყვები მოქმედებდა მაგიურად და მილიციელები, ასე ვთქვათ, პარტიულები და კომკავშირლები მომენტალურად უკან იხევდნენ ისინი და კარგით ჩაატარეთ, არაფერი პრობლემა ჩვენ არ აგვაქვს. აი ასე იწყებოდა და შემდეგ ხა როდესაც ეს განვითარდა უკვე სინერგია, მე სინერგიას ვუწოდებ ეროვნულ მოძრაობასა და ეკლესიას შორის, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ეს სინერგია როდესაც გაიშალა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ეკლესია გაიხსნა, ძალიან ბევრი სამღვდელო ეკურთხა უკვე. და გამოვიდა საინტერესო გამოცემები, ეს ყველაფერი ხო აკრძალული იყო ჩვენთან აქ. საერთოდ მე ერთ რამესაც მამაჩემისგან რაც გამიგონია, რომ მე გულისხმობ, მას ჰქონდა ინფორმაციები რუსი დისიდენტებისგან, არა, ეს ინსაიდერებისგან, რომ რა გეგმები აქვს, თქვათ, კრემლს. იყო ერთ-ერთი ასეთი გეგმაც, ნახეთ, საინტერესო გეგმა. რომ საქართველოში შევქმნათ ენვერ ხოჯას მსგავსი ექსპერიმენტი. ანუ ყველანაირი რელიგია აიკრძალოს. გაუქმდეს ყველანაირი რელიგია, დაიხუროს მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა ეს ეკლესია გადაკეთდეს მუზეუმებად გაიხსნას იქ და აიკრძალოს სხვა საეკლესიო ქმედებები და ახლა ედუარდ შევარდნაძეს დაყოლიება ამ საკითხზე არ იყო პრობლემა, ის რუსეთს უარს ვერ ეტყოდა უბრალოდ, რა თქმა უნდა, უძანებდნენ და მორჩა ის იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ცხადია ის წინამდებობას ვერ გაუწევდა. აი ეს იყო ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ეს არ არის დადასტურებული, მაგრამ იყო რაღაც ასეთი გეგმის მაგვარი. მაგრამ ერთ-ერთი მეთოდი, აი, როდესაც უკვე წინააღმდეგობას ვეღარ წავდა, ხო იყო ამ რაღაცა სასულიერო დღესასწაულებისთვის, აი ამ სასულიერო ნაწილის გამოცდა სახალხო დღესასწაულად, ზურნა დუდუკების დღესასწაულად ქცევა უკვე. რა თქმა უნდა, ალავერდობაზე ცნობილი ამბავი არის ზუსტად დიახ. სავსე იქაურობა კომკავშირებით, სავსე იქაურობა უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებით. ჩვენ სახეზე ვიცოდით ყველა ეს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, რომლებიც იქ იყვნენ და თვალყურს გვადევნებდნენ და არის კიდევ ცოცხალი დარჩენილია ხალხი, მათ შეუძლიათ მოყვენ, ასევე ძალიან საინტერესო ამბები ამაზე. იყო პარტიის დიქტატურა, იყო იდეოლოგია პარტიული, მარქსიზმ-ლენინიზმი. თუნდაც ასეთ პირობებში მოვიდა პატრიარქად ილია მეორე. ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, ამიტომაც უჭერდნენ მხარს ზვიადგამსახურდია და მერაბ კოსტავა. შეიძლება აქ არიცით, რომ მერაბ კოსტავა წელი ლექსი ღირს მამა დავითს მიუძღვნა ილია მეორეს და ისინი მხარს უჭერდნენ ერთის მხრივ ილია მეორეს და მეორეს მხრივ კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ, აღსაყრებული იყო მისი კონკურენტი, ასე ვთქვათ, ვინც იყო მიტროპოლიტი. რამდენადაც მას არ შეეძლო შეეკავებინა უშიშროების კომიტეტის თავხედური ექსპანსია და პარტიის თავხედური ექსპანსია ეკლესიაში. მერაბ კოსტაუდა ზვიადგამსახურდია ვახსენეთ და უნდა გავიხსენოთ 9 აპრილიც, რაზეც საუბრობდით ჩვენ. 9 აპრილზე მე მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ გაიფანტოს ეს გაუგებრობა. პატრიარქს არ მოუწოდებია, რომ დაიშალეთო. აი ესეთი რამ არ არის. ისტორიულ კონტექსტში და ისტორიულ ჭრილში რომ გავიხსენოთ, მისი როლი ზოგადად 9 აპრილს და რა მნიშვნელობა ჰქონდა მის ეს იყო რა, რომ მან ძალიან სხვაჩორის მე ვფიქრობ, რომ ეს მოფიქრებულიც იყო, რომ აი არ იყო კაფიო გზავნილი, ეს იყო საკმაოდ ბუნდოვნად ნათქვამი, რომ გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ეხლა ის თვითონ ვერ წავიდო და ვერც ერთი ლიდერი საერთოდ იმ ხალხს ვერ დაშლიდა. აი ვერც ერთი ლიდერი. ისეთი იყო იქ განწყობა. საერთოდ არ არსებობდა ცოცხალი ადამიანი ვერ დაშლიდა იმას. იქ იყო შესაძლებლობა თუ მოხდებოდა მოლაპარაკება, რა თქმა უნდა 48 საათში თუ ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავდა აფხაზეთში, თანდათან შეიძლებოდა ეს პროტესტი დაშლილიყო, მაგრამ ის რომ იმ წამში ვინმე ამ პროტესტს დაშლიდა, ამიტომაც პატრიარქმა რა თქვა, რომ ვილოცოთ სიოში, მეტი არაფერი არ უთქვამს, მას დაიშალეთო, ასეთი რამ მას ამაზე მეც ის რამდენად გააკეთა. ის ვერ გეტყოდათ, ხალხს ვერ მოუწოდებდა, რომ ან არა, ვერც დაიშალეთ და ვერც იმას ეტყოდა, რომ თქვათ ბოლომდე დადექით ან რაღაც. ასეთი რამ არც არავის მოუწოდებია.
და ჩვენ არც ველოდით იქ ვინც ვიყავით შეკრებილი, ჩვენ არც ველოდით, რომ ასეთი საშინელება მოხდება იქ, რა. ჩვენ ველოდით რაღაც ჩვეულებრივ ელემენტალურ დარბევას, მაგრამ ის რაც იქ მოხდა, ის სხვა რაღაცა. აი ეროვნულ მოძრაობას რო დაუბრუნდეთ, ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, რაც წეგან მინდოდა რომ აღმენიშნა. 87 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შეერაცხეს. მანამდე შეხვედრა იყო მზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან, რომლებმაც ეს იდეა მიაწოდეს მას. ხო და ეს ხო იყო პოზიცია და ეს ხო იყო განაცხადი. თქვენი შეფასება აი ამ ფაქტის განხილვა მინდა თქვენთან. იყო თუ არა ეს გზამკვლევი თუნდაც ეროვნული მოძრაობისათვის და აქვე კიდევ ერთი ფაქტი მინდა გავიხსენოთ. აი როდესაც ჩვენ ვამბობთ ეკლესია ზურგი იყო ამ ეროვნული მოძრაობის, მათ შორის პოლიტიკური პროცესები ერთადერთი მოკავშირე იყო ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში, ხო? როდესაც ეს რაღაცა უკანასკნელი ქვა იყო მომაკვდავი იმპერიისათვის. აი ამ კონტექსტში რო ვილაპარაკოთ, იყო თუ არა ეს გზამკვლევი და ასევე როგორ ეხმარებოდა თვითონ პოლიტიკური პროცესებიც იმისათვის, რომ ავტოკეფალიის სტატუსი დაგვებრუნებინა. რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძის კანონიზაცია ეს იყო ალბათ ნიშანი, პირველი ნიშანი იყო. შემდეგ ეს ჩატარდა ღვთისმსახურება მამა დავითზე და მერაბ კოსტავა წერს თავის წერილში, რომელსაც ასეთ სათაური აქვს წმინდა ილია მართალო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, ასეთ სათაური აქვს და იქ ამბობს, რომ როდესაც დავასრულეთო წირვაო, ზუსტად ისე დასრულდაო ყველაფერიო, როგორც ილია ჭავჭავაძის აჩრდილშიაო, ცისარტყელა, ორი ცისარტყელა დაადგა თავს თბილისო. აი ესეთი რაღაც სასწაულებრივი მოვლენის შემსწრენი გავხდითო. და აჩრდილის ასე თავდება რა, რომ უფალს ევედრება ილია მართალი, რომ წარღვნისა მოლოდინი იქნებ წარხოცო ხალხს წარღვნის მოლოდინიო. ეროვნული მოძრაობა ეს არ იყო ზუსტად აპოკალიფტური მოძრაობა და ასეთი რაღაც უბედურების მაუწყებელი, არამედ პირიქით აღორძინების მაუწყებელი იყო. ეროვნული სახის აღორძინების და ეროვნული სულის აღორძინების მაუწყებელი იყო. არა მხოლოდ გარეგანი განახლების, არამედ შინაგანი განახლებისაც და ზუსტად ეს იყო ის, რაც ანათესავებდა მას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ну, მსგავსი იყო რაღაცა დაახლოებით მსგავსი პოლონეთშიც, სადაც სოლიდარობა იყო, უკრაინაშიც იყო სხვათა შორის პატრიარქ ფილარეტთან ასეთივე კავშირი დაახლოებით. ну, ხა, როდესაც განვითარდა ეროვნული მოძრაობა, ბუნებრივია ძალიან ბევრი მოთხოვნა იქ იყო ახალი ეკლესიების გახსნა. იქ იყო, თქვათ, ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევის აღკვეთა. სადაც მაშინდელი ხელისუფლება ასეთ ჩარევებს ახორციელებდა ხოლმე. და ნუ შემდეგ რასაკვირველია ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეკლესიას დაბრუნებოდა ის მიწები, რომელიც მე-19 საუკუნეშიც და მე-20 საუკუნეშიც ჩამოერთვა რა. ეს ხომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იყო და სხვათა შორის ზუსტად გამსახურდია თქვა კიდევაც ერთ-ერთ თავის გამოსვლაში, რომ მართლმადიდებლობა იქნება სახელმწიფო რელიგია, ისევე როგორც ეს არის საბერძნეთში. საბერძნეთი ხა ევროკავშირის წევრია და იქ მართლმადიდებლობა მართლაც სახელმწიფო რელიგიაა. ну, რა თქმა უნდა, ხა ჩვენთან ეს ცოტა საკამათო სადისკუსიო საკითხია, ეს ესე ადვილად არ იქნება. ცხადია, იგივე ეკლესიის მსახურთა მხრიდანაც იქნება გარკვეული ესე ვთქვათ დისკუსია ამ მხრივ, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არ არის საუბარი, რომ აღდგენილი ყოფილიყო რაღაც ისეთი სიტუაცია, როგორც იყო მაგალითად დიოკლეტიანეს დროს, ან დაუშვათ იუსტინიანეს დროს, კეისარ იუსტინიანეს დროს. ან ეს უფრო შერბილებული მოდელი იყო. აქ მომდა მართლმადიდებლური რელიგიის და მართლმადიდებლური სარწმუნოების გარკვეული ისტორიული როლი და მნიშვნელობა იქნებოდა გამოკვეთილი და ну ამის შემდეგ მართლაც ძალიან დიდი იყო ის წინსვლა, ის აღმავლობა, რომელიც საქართველოში ფაქტია, ანუ ამას ვერავინ ვერ აუვლის გვერდს, რომ 70-მდე მღვდელმსახური იყო და დღეს რამდენი 1000 მღვდელმსახურია და ეკლესია 50 და დღეს ეკლესიების რაოდენობა აჭარბებს 5000. განუზომელია მართლაც მისი ღვაწლი საქართველოსთვის და ჩვენი ერისთვის. და სხვათა შორის თქვენ საუბრობდით, რომ ესე იგი საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ეკლესია ნადგურდებოდა რეჟიმის მიერ, ნადგურდებოდა ასევე ის სიწმინდეები, რაც ჩვენ მქონდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და სხვათა შორის სწორედ მთა, განსაკუთრებით კი სვანეთი და ყაზბეგი იყო ის ადგილები, სადაც
მნიშვნელოვნად შეინახეს ჩვენი სიწმინდეები. ამიტომ განსაკუთრებულად უყვარდა პატრიარქს გადამთის ხალხი. ჩვენ უნდა დიახ, მაგრამ პატრიარქსაც და სამღვდელოებას არ უშვებდნენ. ზოგადად გამსახურდიას ჰქონდა ასეთი ტერმინი კომუნისტური ნაკრძალი. ანუ სამეგრელო იყო კომუნისტურ ნაკრძალად გამოცხადებული, მღვდელმა იქ ფეხი არ უნდა დადგას. სვანეთი იყო კომუნისტური ნაკრძალი, ასევე აკრძალული იყო სამღვდელო პირის შესვლა იქ და აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც არ უშვებდნენ. კი, თუმცა ხალხმა შეძლო იმ სიწმინდეების შენარჩუნება და ჩვენი ჟურნალისტი დილით ძალიან ადრე სნოში წავიდა პატრიარქის სოფელში. ჩვენ მადლობა უნდა გითხრათ თქვენ მობრძანებისთვის.